მოგესალმებით. დღეს გვაქვს ჩვენ მეორე გადაცემა და დღეს გვაქვს ერთ-ერთი განსაკუთრებული თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე გახლავართ, ჩემი საავტორო გადაცემით ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძის საათი. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ახალგაზრდობა და აი ეს სლოგანი, რომელიც ყოველთვის ყველგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობა იმედი ხვალის, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, როგორც ლექტორისთვის, როგორც პიროვნებისთვის, რომელიც უამრავ ადამიანს ხვდები. უამრავ ახალგაზრდას და ასაკოვან თუ მოზარდს ვუსმენ. დღევანდელი გადაცემა მინდა რომ თქვენ გულისყურით და დიდი სიყვარულით ადევნოთ, დააკვირდეთ, დააშუქოთ, იმიტომ რომ ეს გეხებათ თქვენ ყველა წევრს. რა ასაკშიც გინდა ბრძანდებოდეთ და მე მინდა თქვენ დღეს ტექნიკაც მოვიშველიო თქვენთვის საჯანმრთელოდ იმისათვის რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში რაც არის ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა რა ასაკშიც გინდა ბრძანდებოდეთ. ამიტომ მე პირადად ახალგაზრდებზე ვისაუბრებ და ახალგაზრდობასთან დაკავშირებით თქვენს ახალგაზრდობაზე, თქვენს მომავალ ახალგაზრდობაზე, ანუ თქვენს ოჯახზე, შვილებზე, რომლებიც იქნებიან ახალგაზრდები და ასე შემდეგ. მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ეს არ არის დარიგება, ეს არის ჩემი кейსებიდან, ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძის кейსებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები თემა, იმიტომ რომ როგორც არასდროს იმდენი სუიციდი გვაქვს, როგორც არასდროს იმდენი ძალადობა გვაქვს, როგორც არასდროს იმდენი სუიციდის მცდელობა გვაქვს. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გული არის გაციებული, როდესაც მომსმენი არავინ არ ყავს და როდესაც ადამიანს რა ასაკშიც გინდა იყოს, ის უკვე ახალგაზრდა აღარ არის და ბერდება. შეიძლება იყოს ეს 16 წლის, შეიძლება იყოს 20 წლის, 30 წლის თუ ასე შემდეგ. ახალგაზრდა არის ადამიანი მაშინ, როდესაც მისი სხეული, მისი მოქმედება, მისი ფიქრი, მისი ცხოვრება არის შემდგარი ახალგაზრდული ან მოქმედი და აღმამავალი. როდესაც ჩერდება ადამიანი, ეს არის ძალიან მტკივნეული და ძალიან არასასურველი. მე როგორც სოციოლოგი, ფსიქოლოგი აუცილებლად მოვიშველიებ დღეს იმ ეფექტებს და იმ აუცილებელ ტექნიკებს, რომელიც თქვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება უამრავმა ადამიანმა იცით, წაგიკითხავთ, მოგისმენიათ, მაგრამ არ მიგიღიათ ყურად და არ გიფიქრიათ, რომ ეს თქვენს ცხოვრებას ეხება და სულის სარკე მნიშვნელობა თქვენი ცხოვრების დღეების, წუთების, წამების, საერთოდაც წუთის სოფელი რომ ქვია, ხო, წუთია, წუთის სოფელი რომ ქვია და ჩვენს გადაცემასაც, ამ ჩემს გადაცემასაც ტელეკომპანიამ ქართულ ტივში, რომელიც ყოველ ორშაბათს საღამოს 6 საათზე გადის და უკვე გეცოდინებათ თქვენს ამიერიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი, რომ თქვენი საკუთარი, ჩემი, თქვენი, მათი ცხოვრებას სხვანაირად დავხედოთ, სხვანაირად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ჯანმრთელი ცხოვრება, ღიმილიანი სიყვარულით სავსე ცხოვრება. ძალიან დიდი დეფიციტია და ამიტომ მე დავაშუქებ ამას სხვა კუთხით. თქვენ ალბათ იცით, ყველას გინახიათ, ყველას გსმენიათ და ყველას მოგწონებიათ ის პატარა საყვარელი ულამაზესი კონკია და ის უსაყვარლესი ზღაპრული გმირები, პერსონაჟები, სიუჟეტის განვითარება და ეს ჩვენს ცხოვრებაზე რომ
სოციოლოგი გახლავთ და ამიტომ მიაქცია ასეთი ყურადღება და ვითხრობს და დაარქვა მას კონკიას ეფექტი, იმიტომ რომ ჩვენზეა დამოკიდებული რა გარემოებაში ვართ და ჩვენს ახალგაზრდებზე, რომელმაც ახლა, ზუსტად ახლა უნდა განსაზღვრონ, რომ ნამდვილი სიყვარულისთვის ბრძოლა, ლოდინიც, პერიოდების გავლაც, რაღაცა ყენებიც რაღაცა დათმენაც აუცილებელი და სავალდებელოა და მე თქვენ ყოველ ახალგაზრდას მოგმართავთ და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს. ახალგაზრდები არიან იმ პერიოდში, როდესაც შეიძლება მათ ბიოქიმიის გამო, სხეულში მიმდინარე პროცესების გამო ქონდეთ რაღაცა თავისი აღშფოთებები, გაუმართლებელი სიყვარულები, უარები, არები და ამიტომ თუ კი თავად მშობელსაც გარემოსაც, ოჯახის წევრსაც აქვს თავისი ის გამოცდილება, რომ ეს არები, ეს თავისი გაუმართლებელი ცხოვრება გადააქვს თავის შვილზე, თავის ოჯახის წევრზე, იმიტომ რომ მას გონია, რომ თავისი გამოცდილება არის მისი ისტორია, რა თქმა უნდა, ხშირად არის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირად არის ძალიან მნიშვნელოვანი უფროსისგან რჩევა, მისაღები, მაგრამ ეს როდესაც ისტერიკას ფორმაში გადადის და სულ საყვედურის ფორმით, რომ ას უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო და სულ საყვედურის შენიშვნის და არა იმ სიფრთხილის, რომელიც ახალგაზრდებისთვის, რომელიც დიახ ჩვენი იმედია, აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ადამიანს რა გარემოებაშიც გინდა ცხოვრობდეს ის, ხო, მას აქვს თავისი პირადი ისტორიები და ეს ისტორიები და ეს გამოცდილებები არის მისი ცხოვრების დამარეგულირებელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანის გარშემო, რა სოციუმია, ვინ არის, ვისთან აქვს ურთიერთობა და ეს ახალგაზრდა თუ კი ვერ პოულობს საერთოს, ესე იგი მას ურჩევია, რომ ამ შემთხვევაში დუმილის ფორმატში იყოს, ან წაკითხვის, ან დაკვირვების, ან ასე შემდეგ და ის რომ შენ უცნაური ხარ, ის რომ შენ რაღაცნაირად რაღაცა ჩუმად ხარ და რაღაცა სხვა არ აფუჭებ. ის რომ შენ იმნაირი არ ახარ და ისეთი არ ახარ, როგორც საზოგადოება, ესეც არის ძალიან სერიოზული და დიდი საყვედური და ეს არის მათ დაფაზე დაწერილი ტკივილები, იმას ემატება იმ ტკივილებს, რომელიც არის საბავშვო ბაღში, სკოლაში, სოციუმში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში თუ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამ ახალგაზრდას უწევს ურთიერთობა. მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ჯანსაღი ახალგაზრდობა, ჯანსაღი მათი ურთიერთობები, ჯანსაღი მათი ქცევები არის ზუსტად ჩვენზე ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ადამიანებზე, რომლებსაც შეგვიძლია, რომ აუცილებლად შევაცვლებინოთ მათი ხასიათი, შევაცვლებინოთ მათი, იმიტომ კი არა რომ დავაძალოთ, არა, შევაცვლებინოთ ზუსტად მოვუწყოთ, შევუწყოთ ხელი, ისე გავაკეთოთ, რომ გავაღიმოთ ხშირად, ისე გავაკეთოთ, რომ სარკაზმული სიტყვები არ იყოს და ეს კონკიას ეფექტი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ გააჩნია იმ პერიოდში რა გარემოებაშია და როდესაც იწყება ცვლილება, როდესაც მიეცემა საშუალება, თუ არის ძალიან რთულ სიტუაციაში, სადაც სულჩხუბობენ ოჯახის წევრები, ეს ბავშვი ყოველთვის არის დაძაბული. თუ სწავლობს, მოდის და უნდა რომ აი ვიღაცამ შეაქოს ეს ვიღაცა არის ყველაზე ახლობელი ადამიანი, ოჯახის წევრი, თუ ნებისმიერი გაკეთებული რაღაცისგან ეს არის მისი შეყვარებული ან ადამიანები, ვინცაც პატივს ცემს, ვინც არის მისი მეტრი, ხო? რამ შემთხვევაში, როცა ხდება უცნაური გარემოებები, ეს არ არის სასურველი და ეს არის ძალიან მტკივნეული. მე მინდა გითხრათ თქვენ და გთხოვოთ თქვენ, რომ თქვენ სახეზე დაწერილი ღიმილი, თავად ჩვენ ყველა ჩვენთაგანისგან გაკეთებული სერიოზული განაცხადი, სიყვარულით და ურთიერთობებით სავსე კეთილი განაცხადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და
ყოველი ადამიანისთვის ეს არის აუცილებელი. მე მინდა გთხოვოთ თქვენ ყოველ თქვენთაგანს, რომ ჩვენ თავად შეგვიძლია შევქმნათ ამინდი ადამიანებზე, ჩვენ თავად შეგვიძლია შევქმნათ ამ ჩვენი ახალგაზრდების, ვინც კიდე იყოს ეს არის ჩვენი ოჯახის წევრი, ეს არის ჩვენი მეზობელი ადამიანი, ვინცაც საერთოდ არ ვიცნობთ თუ რა არ აქვს მნიშვნელობა მუშაობს ბუმერანგის პრინციპი. ჩვენ თუ გავეცით ღიმილები, ჩვენ თუ გავუკეთეთ მათ საინტერესო და სარგო, ჩვენ თუ ვაჩუქეთ მათ ჩვენგან სიყვარულით გაცემული აუცილებელი მარაგი მათ, რომელიც ყოველთვის ჭირდებათ. შეიძლება ამ წუთში ამ ეტაპზე არ გაეცინოს, არც გაეღიმოს, მაგრამ აუცილებლად უკვე შენახულია მის თავში, მის მეხსიერებაში, აი ეს ჩვენგან გაკეთებული ჟესტი, ასეთი ჟესტი, ზუსტად უანგაროდ და ზუსტად სიყვარულით. მე მინდა კი არ მისცეთ შენიშვნები ახალგაზრდებს, მინდა გთხოვოთ, არამედ მათ დაუმეგობრდით, რაღაც ისეთი კითხეთ და ისეთი სთხოვეთ, გნებავთ ტაძარში შესულებს, რომლებსაც სულ განკითხვით, ხშირ შემთხვევაში ბევრჯერ არის, რომ ყოველი ჩვენთაგანი რაღაც უცნაური ისა გვაქვს ხოლმე დამოკიდებულება, გნებავთ ინსტიტუტში, გნებავთ სწავლის დროს, მოფერებით სიყვარულით ჩვენგან დიდი პოზიტივების და ჩვენგან დიდი და ბევრი სარგოს გაცემით, ხო? ეს არის მათთვის მარაგი. გქონდეთ მათ ეს მარაგი. დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები უცნაურად იქცევიან. მე მინდა გითხრათ თქვენ უამრავი кейსიდან გამომდინარე და რთული кейსებიდან გამომდინარე, რომ ეს არის პროტესტი. ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია და ვერ ივიწყებს იმ ტკივილს, როგორ გაიზარდა უმამოდ ან უდედოდ, ან როგორ მოექცნენ მას და როგორ მიაყენეს ის ტრამვები, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის თუნდაც ბაღის ასაკში ის მოწონებები და ის რაღაცა, ის მოფერება რო უნდა და რაღაცა, ხო, ესეთი და არის იგნორირებული, არის დამცირებული, ეუბნებიან რომ აი შენ როგორ მოიქეცი და ხშირად არის ხოლმე დიდხანს გასდევს ხოლმე ეს ისტორია და ეს ინფორმაცია მას ტკივილად და საერთოდაც არ უნდა ხოლმე მისვლა დაბრუნება, ან მთელი სამყარო არის ამოტრიალებული. ყოველი ბავშვისთვის არის, როდესაც ელოდება მშობელს, ყოველ ბავშვს გონია, რომ მისი მშობელი აღარ მივა მას და დატოვებს, იმიტომ რომ რატომღაც ხშირად ხდება ასეთი ფრაზები, რომ შენ თუ კარგად არ მოიქცევი, მე შენ ბაღიდან არ წამოგიყვან, მე დაგტოვებ ძიძასთან, თუნდაც ეს ინდივიდუალური იყოს, მე შენი მშობელი აღარ ვიქნები და ისედაც ბევრი ტრამვა, რომელიც მას მუცლად ყოფნიდან აქვს, აი ასე ინახება და ლაგდება ის სხეულში და ძალიან მტკივნეულია, როდესაც აიმატება აი ამ ტკივილებს და ხშირად აგვიანდება მშობელს საცობებია, ხშირად მოგეხსენებათ რთული სიტუაციებია, შეიძლება სამსახურიდან ვერ წამოვიდა ისე თუ ასე შემდეგ და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის და მით უფრო ამას ემატება ის, რომ ძალიან ბევრი ბავშვის, როგორც ბაღის ასაკში, როგორც სკოლაში, ანუ პუბერტატის ასაკში თუ სხვადასხვა ეტაპზე, ისევე სტუდენტობისას არ არის ნორმალური ურთიერთობა მამასა და შვილს შორის. ეს ძალიან ცნობილი ფროიდისეული თემა, მამაშვილობის თემა, ოდითგანვე მთელი საქართველოს მწერლები თუ ჩვენი ყველა ღვაწმოსილი ადამიანები ყველას უსვავს ხაზს. ყველა ადამიანს კონკიას არ იყოს, აქვს თავისი, დავარქვათ ესე ჩვენ როგორც ქრისტიანებმა ჯვარი, ხო? ყველას ჩვენი ჯვარი, გვაქვს საზიდი. ამიტომ ის გარემოებები, როდესაც მოხვდა ის ადამიანი კონკრეტულ და არის იმ სიტუაციაში, ვიღაცა ცხოვრობს ძალიან მძიმე ადამიანების გარემოში, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ინცესტის მცდელობები, ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ შეურაცხმყოფელი ფსიქიკურის გარდა გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, სექსუალური ძალადობის შემცველი ძალიან ბევრი ეპიზოდები და ამიტომ მე დღევანდელი გადაცემიდან მინდა გითხრათ აუცილებლად თქვენი შვილები ნებისმიერ დროს ვისთანაც გინდა იყოს, სადაც გინდა თამაშობდნენ, თუ ასე შემდეგ ყურადღება მიაქციეთ
კი არ დააფრთხოთ თვალთვალით, არამედ ასმაგად გავზარდოთ უნდა ყველა მყურადღება და არასოდეს არ არის სიყვარულის ზედმეტი. ჩვენს გადაცემასაც ხომ ასე ქვია, სიყვარულის მატარებლები. როდესაც მშობელი არის სიყვარულის მატარებელი, როდესაც ოჯახის წევრი არის სიყვარულის მატარებელი, როდესაც მოქალაქე არის სიყვარულის მატარებელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის, როდესაც მიაქვს ეს სიყვარული, მოდის ეს სიყვარული ჩვენგან იმ ადამიანამდე, იმ პიროვნებამდე, რომელიც არის ნაცნობი თუ უცნობი. დავაკვირდეთ ყველა ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ თუ დაბღვერილი, ანუ შუბლშეკრული კი არა, ჩვენ თუ ღიმილით დაველაპარაკებით ამ ჩვენს ყველაზე მაგარ ადამიანებს, რომლებმაც უნდა ისწავლონ, უნდა აშენონ, უნდა იცხოვრონ დამოკიდებულებას ისინი ერთმანეთისადმი ჩვენგან სწავლობენ. ეს არის ქცევა, რომელიც ნებსით დაუნებლიეთ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში სტანდარტულია. ნებისმიერ სახელმწიფოში, სოფელში, დაჩაში სტანდარტულია და ამას ბუნებრიობა, გულღიაობა და ადამიანური დამოკიდებულება ქვია. დამიჯერეთ და მერწმუნეთ, მე მრავალი წლის გამოცდილ ფსიქოლოგს, რომ თუ კი ჩვენ მივიტანთ ამ ადამიანებამდე სიყვარულს, თუ კი ჩვენ შევეცდებით უბრალოდ მოვინდომებთ და დავგეგმავთ, რომელიც აუცილებლად ხორციელდება, იმიტომ რომ რასაც ვამზადებთ ყოველ დღე, რასაც ვფიქრობთ ყოველ დღე, ზუსტად დღეს ამ ფიქრებზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად კიდევ, აი ზუსტად ისე ხდება. ჩვენ თუ მოვემზადეთ იმისთვის, თუ ამა თუ იმ ადამიანს, ისევე როგორც დაბადების დღეზე, ნათლობაზე, ქორწილზე, ან ყველაზე ღირსშესანიშნავ აღდგომა თუ ახალი წელი თუ ასე შემდეგ, ვცდილობთ რომ საყვარელ ადამიანებს რაღაც საჩუქარი, რაღაც სარგო, რაღაც სასიამოვნო გავუკეთოთ, მერწმუნეთ რომ გულწრფელი ურთიერთობები, ღიმილი და ის ნებისმიერი პატარა სარგო, თუნდაც ერთი ფინჯანი, გნებავთ პატარა, დიდი, ხარისხიანი, როგორც გნებავთ თქვენ, თუ კი ეს არის გულწრფელად ნაჩუქარი, თუნდაც გინახიათ ალბათ ხშირად პატარა ბავშვებისგან გულწრფელად დახატული ნახატი, რომელიც ყველაზე ახლობელ ადამიანებს, დედებს, მამებს, ბებიებს, დეიდებს თუ ასე შემდეგ მასწავლებლებს ჩუქნიან ხოლმე, ან ექიმებს და ფსიქოლოგებს. ეს არის ის საჩუქარი ნახატი, რაც იმ ეტაპზე, იმ პერიოდში მას რესურსი გააჩნია. კონკიას ეფექტი ზუსტად იმიტომ ქვია, რომ ყველამ ვიცით დაძონძილი და კონკიელ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი კონკია, რომელიც დედინაცვალის გარემოცვაში უძლური დედა არ ყავდა მას, რამოდენიმე ვერსია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვარიანტი, სხვადასხვა ქვეყნისგან და ყველგან ერთი და იგივე თემაა, რომ ცვლილებები არის ჩვენზე დამოკიდებული და ძალიან ბევრი რამეა გარემოებაზე, გარემოზე, სიტუაციებზე დამოკიდებული, ვინ არის, რა გარემოა, გარშემო. თქვენ ალბათ გინახიათ კლდეზე ამოსული ია, კლდეზე ამოსული დეკა, გინახიათ ალბათ ყვავილები, რომელიც საოცარი სურნელით გამოირჩევა და გინახიათ ალბათ ის საოცარი ულამაზესად მოფენილი ჩვენი მინდორველი, რომელიც ასეთი სასწაული გვაქვს ჩვენ ქართველებს, რა ლამაზად არის ბუნებრივად მოჩითული. ყველაფერი მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენი საკუთარი სხეულის რესურსით ვმართოთ ჩვენი ფიქრი, რომელიც დიახ, ფიქრი არის მამოძრავებელი ძალა და კეთილი ფიქრი, კეთილი ზრახვით, კეთილი სურვილებით არის ზუსტად ნატვრების ამსრულებელი. რატომ არის, რომ ნატვრების ასრულების რიტუალები არსებობს ხოლმე უამრავი და ამიტომ ეს ხდება როგორც წერით, როგორც ჩანაფიქრით, როგორც სითხეთი, წყალი ხომ საოცარია, რომელიც ჩვენი სხეულის 75%-ზე მეც შეიცავს და ამიტომ არის ასე გამტარი და ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ამ საოცარი სტიქიებიდან, რომლის
გამოყენებას და რომლის შედეგადაც თავად ბუნებრივი საოცარი მდგომარეობიდან, თავისი სამივე აგრარული მდგომარეობიდან ჩვენ საოცარ სილამაზეს და სიყვარულს გვჩუქნის, საოცარ სიცოცხლეს გვმატებს, იმიტომ რომ ეს არის თხევად მდგომარეობაში, აირად მდგომარეობაში, რომელიც შემდგომწვიმის და თოვლის სახით მოდის ოკეანებში და მყარ მდგომარეობაში, რომელიც ულამაზესი ყინულების თუ ასე შემდეგ სახით ისევ დნება და ისევ ასე შემდეგ უცვლელი პროცესია, ჩვენი ქმედებებიც, რაც მივიღეთ ნებისმიერი ინფორმაცია, ესეც არის შიგნით უცვლელი პროცესი, თუკი ჩვენ მას არ შევძლებთ, როგორც მყარ მდგომარეობაში უკვე მყოფს, ჩაკერილს, ჩაძირულს, ჩაძეკილს არაცნობიერში მის ამოშვებას სიტყვის სახით, სიტყვის ძალის სახით, ფიქრის სახით. აი დიახ, ზუსტად ესაა, რომ შეგვიძლია ჩვენ ავაორთქლოთ, ამოვიყვანოთ, გამოვუშვათ სხეული და როგორც ჯინი. გინახიათ ალბათ, ხო? და თქვენ უამრავ ადამიანმა, რა თქმა უნდა, გიყვართ ყველას ბავშვობიდან მოვდივართ ზღაპრები, რომ როგორ არის ჯინის თემა შემოტანილი, როგორ არის თავად აი ეს კუშინი, ანუ ეს სურა შემოტანილი, საიდან წამოდის ჯინი, ან თუნდაც ოქროს თევზის, რომელიც ნატრების ჩაფიქრებას და ეს ეზოთერიკაში, ფსიქოლოგიაში ეს წყალს ეხება, რა თქმა უნდა, თევზი წყლის გარეშე ვერ იქნება და გაგიგიათ ალბათ, როგორ გზნობს თავს და იცით თქვენ, როგორ გზნობს თავს ის წყალში და ამიტომაც ზუსტად წყალთან დაკავშირებით და ზუსტად აი ამ გამტარ ინფორმაციასთან, ანუ ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, დაკავშირებით ჩვენ ნატრას ვეუბნებით თევზს, რომელიც ჩვენთან ასე ვთქვათ, ზღაპრული ფორმატით გავაშუქოთ თუ გონიერება არის ეს ჩვენი, რომელიც აკუმულირდება საქმეთ და ის ფიქრი, გონიერი ფიქრი აკუმულირდება ზუსტად იმ საქმეთ, რომელიც რეალიზდება. ვისაც არ ჯერა როგორ რეალიზდება, ამიტომაც გიამბეთ სამი მდგომარეობა წყლის, რომელიც ფაქტიურად ისე თითქოს უცნაურია, მაგრამ ფაქტი გვაქვს სახეზე, ეს ცნობილი, ძალიან ცნობილი ამბავი. ზუსტად კონკიას ეფექტისგან გამომდინარე, როგორც კი შეიცვლება მდგომარეობა ახალგაზრდების, როგორც კი შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანისადმი, იმ ახალგაზრდისადმი, რომელსაც ვიცნობთ თუ არ ვიცნობთ, როგორც კი ჩვენ არა ესეთი ტონით, ბრძანების ტონით, არამედ ჩვენ სიტყვას მივცემთ ძალას, სირბილეს, სიყვარულს და ენერგიას დავამატებთ და ესე მომზადებულს ისე მივაწვდით ყოველ თქვენთაგანს, ბატონებო და ქალბატონებო, ყოველმა თქვენთაგანში არის ახალგაზრდა, ბავშვი, პატარა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს ნებისმიერი რამის კეთება და ნებისმიერი რამის განხორციელება სწორი პროგრამით. თქვენზეა დამოკიდებული. ზუსტად ეს ფიქრებია, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული და ამიტომ დღევანდელი თემა ახალგაზრდები, რომელიც არის მთელი ერის ყველაზე მთავარი გენოფონდი. ეს არის სადაც გინდა იყოს ემიგრაციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, თუ ჩვენი ახალგაზრდები თუ აქ არიან, სასწავლებლად არიან, თუ როგორ არიან, თუ კი ჩვენ ჯანსაღ გარემოს შევქმნით, ოჯახში, ეზოში, რა თქმა უნდა, უბანში, ქუჩაში, ქალაქში, სოფელში, საზოგადოების იმ ნაწილში, სადაც არიან, ამ ადამიანს ყოველთვის მოუნდება დაიწყოს დილით ბედნიერად ფიქრი და ამას მოსდევს რა? ამას მოსდევს ის ჯანსაღი სიყვარული და ურთიერთობა, რომელიც არა სარკაზმით სავსე სხეულით არის, რომელიც ვერ ამოდის კარგი აზრები და კარგი ფიქრები და არ შეუძლია კარგ რამეზე იფიქროს, იმიტომ რომ თუთურქული, ათასნაირი ძალიან დაბალი დონის ინდური თუ ასე შემდეგ და აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა და ყურად იყოთ თქვენ, თუ ამდენი ბილწსიტყვაობა, რომელიც ჟღერს გადაცემებიდან, უცენზურო, საშინელი, ნეგატიური ენერგიის, ნეგატიური შიგთავსის, ნეგატიური ზრახვის მქონე, ის გაჟღერებული, უკვე მოწამლული ჰაერი და ყლუპებად, ასე პორციებად მოტანილი ტელეეკრანების თუ ვიდეოებში თუ სხვადასხვა ტელეფონებში ჩაცქირული ამ ჩვენი ყველა თაობის ადამიანების ეს ძალიან ანგრევს სხეულს და
ეს აავადებს ხელს ახალგაზრდები ვერ გაბედავენ არ მოუნდებათ სურვილიც არ გაუჩნდებათ რომ პროტესტით იცხოვრონ ბრაზით იცხოვრონ თუ კი მათ ოჯახში უბანში ინსტიტუტში სკოლაში გარემოში სადაც არიან აქვთ სიმშვიდე აქვთ სიყვარული აქვთ ნდობა აქვთ პატივისცემა ჩემი кейსების უდიდესი ნაწილი მით უფრო რთული кейსების მძიმე кейსების დიდი ნაწილი შეეხება ზუსტად იმ ტკივილებს რომელიც ატარებენ ახალგაზრდებთან სხვადასხვა ადამიანებისგან როგორც ვერბალურად როგორც ისეთ სიტყვიერად როგორც ფიზიკურად სექსუალური ხასიათის ფსიქოლოგიურად წნეხის ქვეშ მოყოლილი თუ ასე შემდეგ მდგომარეობის დროს შენახული სხვადასხვა სხეულში არსებული მძიმე ძალიან მძიმე ისტორიები ყველას არ შეუძლია გამოიტანოს კონკიას შემთხვევაში პრინცი ანუ ეს ზღაპარია ასეთი და სიუჟეტიც ასეთია ზუსტად დაგეგმილი სხვადასხვანაირი ფილმის სახით და მოდის ეს პრინცი მაგრამ დააკვირდით რას დააკვირდით იმას რომ ეს სახელმწიფოს ეს მეფე ეს მათი ნუ რამოდენიმე ვერსიაა ხო სადღაც კარგი სადღაც ისეთი ხო დააკვირდით ამას რა ხდება აქედან წამოსული სიყვარულით მოტანილი აზრები ანუ ახალგაზრდა რომელსაც სიყვარულის პერიოდი აქვს და ნადირობს თუ ასე შემდეგ თუ სეირნობს თუ ეძებს სჭირდება მას სჭირდება ყველაზე მთავარი სიყვარული სჭირდება ყველაზე მთავარი საწყისი ურთიერთობის და გამრავლების რომელთაც უნდა გადარჩეს ყოველი ქვეყანა ყოველი სახელმწიფო და საზოგადოება კაცობრიობა და ის ჩვენთვის მომადლებული ყველაზე მთავარი ნიჭის ბედნიერი ურთიერთობის ბედნიერი სიყვარულებით შექმნილი ოჯახის თუ ადამიანი არის ბედნიერი და ოჯახი აქვს ბედნიერი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს ქინებას არავითარ შემთხვევაში არ მიაყენებს არავის შეურაცხყოფას არავითარ შემთხვევაში არ სტუმრად მოსულ ადამიანთან საშინელი ბილწის სიტყვებით არ ისაუბრებს და არც აკადრებს ან თავისი თავს ან თავის ოჯახის წევრებს ან თავისთან მოსულ სტუმარს ან კურსელს ჯგუფელს უბანში ან თავად გინებით არივლის ან დიდი ხმით ასე რომ არის გახშირებული ახალგაზრდებში გაბრაზებულ გულნატკენ მიტოვებულ მოусმენელ ახალგაზრდებში დიახ არ არის შესაძლებელი ამ ადამიანების მოსმენა, რადგან მათ ნდობა არ გააჩნიათ ვიღაცა მატყინეს გოლი. გარემოებებსაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვის ოჯახში იზრდება, ну, რა თქმა უნდა, გენეტიკას აქვს, მაგრამ თუ ბუნებამც არ უშველაო, ხო? გაგიგიათ ალბათ, რა თქმა უნდა, ისედაც ვაკვირდებით ყველა ჩვენ და ვეუბნებით, ვაკვირდებით და ვაფიქსირებთ ჩვენ ამას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, აღზრდასაც, რა თქმა უნდა, წვრთნასაც, რა თქმა უნდა, იქ დანახულსაც, მაგრამ ბუნებიდან მოტანილიც, გარემოებიდან მოტანილიც, ჩვენსკენ წამოსულიც, ზუსტად ის არის რასაც ჩვენ ველოდებით. აი ეს რა მოლოდინებიც გვაქვს ჩვენ, ზუსტად იმას ვიღებთ და სულ გქონდა კონკიას მოლოდინები, რომ ვიღაც სამყაროდან უფლისგან, ну, ყველას თავისი, ყველა კონფესიის ადამიანს თავისი ის ყავს, ხო? და ღმერთი კი ერთია. და ამიტომ ყველასთვის, და ამიტომ ყველამ რომ დავიწყოთ არა უნდობლად, არამედ ნდობით, არა გაჭირვებულად და ნერვიულად და ავადმყოფურად და არ ვიცი რაღაცა დაბნეულგან არ ვიცი დანევროტიკებულად ქცეული ეს მასები არამედ დავიწყოთ ჩვენ თავში წმენდა ჩვენი თავიდან ამოღება და ამოტანა ამბების პირველ რიგში ჩვენ მე დღეს მოვიტანე იმიტომ ეს დავდე ბლოკნოტი და მოვიტანე და დავდე კალამი და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია მართოდ დავიწყოთ ის თუ კი ფიფქიას თუ კი
კონკიასავით თუ კი აი ამ ნებისმიერი საყვარელი პერსონაჟებივით ხო ზღაპრული გმირებივით ჩაულებრივი ცხოვრებისეული გმირებივით ცხოვრება ხო საოცრად მშვენიერია და დამოკიდებულია იმაზე ჩვენ როგორ ვიყენებთ ჩვენ როგორ ვართ მზად ამ ცხოვრებიდან რისთვის ვართ მზად რა რომ მივიღოთ იმიტომ უნდა ვისწავლოთ და განვითარდეთ რომ დედას უნდა და მამას უნდა მარტო ან იმიტომ რომ ვიღაცამ თქვას რომ განუვითარებლები და უსწავლელები ვართ მაშ რაკნას იმ ადამიანმა ვისაც საოცარი პროფესია, საოცარი ხელობა, საოცარი შემოქმედება აქვს. ეს ხომ ზუსტად იმ სწორი ფიქრიდან, ჯანსაღი აზრიდან და იმ სხეულში მომწიფებული იმ იდეედან ხდება ნებისმიერი ნახატი, ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი დიზაინი, ხო? და მარტო უფალ შეუძლია ასეთი საოცარი შემოქმედებით მოგცეს ამისი ყველაფრის საშუალება მოგცეს ყველანაირად სარგო, მზეც მთვარეც, დღედაღამის განსხვავებაც, სასიამოვნოს და უსარგებლოს, ანუ სასარგებლოს და უსარგებლოს, სასიამოვნოს და უსიამოვნოს. ეს ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, რომელს ამოვირჩევთ ბატონებო და ქალბატონებო და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რანაირი სიტუაცია, რანაირი სოციუმია, სად ვცხოვრობთ, ომის ქვეყანაში ვცხოვრობთ და მუდმივი თავდაცვის, მძიმე ოჯახებში ვცხოვრობთ და მუდმივი თავდაცვის, სადაც არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ჩვენი კეთილი ნება, ჩვენი სასიამოვნო ცხოვრების დასაგეგმის ყველა ნაბიჯი ისე განვავითაროთ, რომ კი არ ვავნოთ ვინმეს პირიქით, ძალიან საჭირო, სარგო და ძალიან სასიამოვნო მოქმედებებით განვახორციელოთ. დიახ, როდესაც ორი ადამიანის გული ეს არის მამრობითი და დედრობითი, საოცარი ურთიერთობას ელის, როდესაც ფიქრი მათი არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა ეს ხდება, გაცნობა აუცილებლად დგება, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯანსაღი ფიქრი არის ჯანსაღი შედეგით მიღებული, ნებისმიერი ჯანსაღი პატარა და დიდი პროგრამა არის ჯანსაღი შედეგებით მიღებული. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ ჩვენს თავში დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი და საკუთარი ნება უნდა ჩამოვაყალიბოთ და დავიწყოთ თავიდან, დავწეროთ აუცილებლად ჩვენთვის აღებულ ბლოკნოტში და დავწეროთ რა რესურსი გვაქვს ჩვენ ამჟამად და რა რესურსი გვაქვს ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენი სხეული გვაქვს, ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა ჩამოვწეროთ, რა გამოგვდის ყველაზე კარგად ჩამოვწეროთ და რა გვაქვს საჩუქრად უფლისგან, მშობლებისგან მორთმეული ეს ჩვენი სხეული, ჩვენი გაზრდილი მზარდი თუ ასე შემდეგ და როგორ გამოვიყენოთ. თუ ჩვენ ყველა შევუწყობთ ხელს, გარემოებებს, თუ ჩვენ იმ პრინცის მშობლებივით მივცემთ საშუალებას და მივცემთ საშუალებას იმას, რომ მან თვითონ არჩიოს თავისი ცხოვრების მეგზური, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანია ყოველი თქვენთაგანისათვის შერჩეული სწორად ცხოვრების მეგზური და არა დაბინძურებული ფსიქიკა და დაბინძურებული ურთიერთობები ადამიანების თავად როდესაც ხართ გულნატკენი. მე მინდა გითხრათ, რომ პირველი და მაგარი თქვენი ქცევა იქნება ეს, რომ თქვენ თუ გული გატკინეს და თქვენ ზუსტად ისე არ მოიქეცით, რომ თქვენ რადგან გულნატკენი ხართ ახალგაზრდებო, თქვენ მოგმართავთ ყველა თქვენთაგანს, ჩემო კეთილებო, ჩემო საყვარლებო, თქვენ ხართ საიმედო გენოფონდი, თქვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, თქვენ შეგიძლიათ იყოთ გახდეთ გმირი, გახდეთ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ნებისმიერი ადამიანი და არა გულნატკენი და ფანჯრებიდან გადმოფრენილი ამდენი ახალგაზრდა, რომელიც ასრულებს სუიციდით. ეს არ არის არც ეს არ არის არც რომანტიზებული ასეთი საშინელი ურთიერთობების შეყვარებულების ერთი რაღაცის გამო გულნატკენი ადამიანი ტოვებს უფლისგან მოცემულ სიცოცხლეს და მე ამიტომ მინდა ესე დიდი სიყვარული და პატივისცემით გითხრათ, რომ თქვენია ეს ცხოვრება, თქვენია ეს გარემოება, თქვენ შეგიძლიათ ასევე მშობლებთან ერთად თუ მშობლების ცალკე დაიწყოთ და ააშენოთ, დაიწყოთ და სუფთა ურთიერთობებით შეძლოთ ეს ყველაფერი საუკეთესო და სასარგებლო. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჯანმრთელი ოჯახები და თქვენ გაქვთ მოცემული მთელი ეს ენერგია, მთელი ეს რესურსი, მთელი ეს წლები და ყველა წუთი, ყველა წამი, ყველა წელი გამოიყენეთ სიმღერად
დაიწყეთ დილით სიმღერით, დაიწყეთ დილით ლოცვით, დაიწყეთ დილით მადლიერებით, დაიწყეთ თქვენი თავისადმი, სამყაროსადმი, საოცარი მზისგან, თვარისგან, თუ ასე შემდეგ, ხომ ხედავთ, ყველაფერი მნიშვნელოვანია. როდესაც უფლის მადლიერი ხარ, საკუთარი თავის მადლიერი ხარ, ყველაფრის მადლიერი ხარ, რაც უკვე მოგეცა, არ დაგრჩებათ დრო ვინმეების სამაგეროს გადახდისთვის და ვინმეების ბოროტების კეთებისთვის. ამიტომ არის ამდენი მძიმე ენერგიის ხალხი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები და განერვიულებულები არიან. თქვენი იმედი გვაქვს ჩვენ, თქვენ ახალგაზრდებო, იმედო ხვალის და გენოფონდო ქვეყნის ჩვენი და მთელი მსოფლიოს. თქვენი იმედი გვაქვს, რომ ომით კი არა, მშვიდობით რომ ეცხოვროთ, გონიერება რომ ჩართოთ და თქვენი იმედი მაქვს ბატონებო და ქალბატონებო, როგორც საქართველოში, ესე საზღვარგარეთ მცხოვრებო ადამიანებო, რომ გთხოვთ შეცვალოთ ტაქტიკა, რომ თქვენი გონიერება, თქვენი აღზრდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ თუ აქამდე სვავდით, თუ აქამდე რაღაცნაირად აზარტულ თამაშებზე თუ სხვადასხვა მძიმე თუ ყველაფერზე ისე ზეიყავით დამოკიდებული, ხო? გაბედეთ და დაიწყეთ ახალი ფურცლიდან, თქვენ აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი და თქვენი შემხედვარე, თქვენი შვილები უკეთესად მოიქცევიან. მოუგროვეთ მათ სიყვარულის ფლუიდები, მოუგროვეთ თქვენ ვარდისფერი სასიამოვნო სიტყვები და ფლუიდები, ქალბატონებო, რომელსაც ამდენი რამე შეგვიძლია ჩვენ გაუღიმეთ, ვინც გინდა იყოს ძალიან დაღლილი და განერვიულებული დადის ადამიანები და თქვენ თავად დააკვირდით და ნახავთ, რომ თუ კი თქვენი მდგომარეობა არის ისეთი, როგორ მდგომარეობაში ხართ, ხო? და თუ კი თქვენ არ მოგწონთ ეს მდგომარეობა, ნებისმიერი ავადობა, უფროსი ასაკის ადამიანებო მოგმართავთ თქვენ გონიერობებიებო, ბაბუებო, თუ ადამიანებო, ვიც ღვაწლმოსილო ადამიანებო, დიდი პატივისცემით, როცა გიკვირთ, რომ რატომ იქცევიან ეს ადამიანები, ასე შეხედეთ მათ და დააკვირდით, რომ საშინელი დროში, საშინელ გარემოებაში ვიღაც მოხვდა იმ ტოვილობის პროცესს, ვიღაც აქ არის ტოვილი, ვიღაცა ცხოვრებისგან, ვიღაცა განადგურებული, მისი ყველაზე ახლობელი ოჯახის წევრებისგან მოტყუებული, ნაღალატები, მიტოვებული, უარყოფილი, ყველას არ შეუძლია ეს აწიოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ავტოტრენინგი, როგორც ფსიქოლოგის სერვისი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რესურსი ამისათვის, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი და შედგეს ის ქორწინება, იყოს ბედნიერი სიყვარულით სავსე, ქორწილები, ნათლობები, სასიამოვნო და სასარგებლო ურთიერთობები და სიცილი, მტკარცალი, სიყვარულით სავსე ღიმილი და ნუ დაუღერთ ნურასოდეს ამ ახალგაზრდებს, იმიტომ თქვენ არ იცით, რა ძნელი პერიოდები აქვთ მათ, სანამ ისინი მოიცილებენ სხეულიდან ამ არასასიამოვნო და არასასრულ მათ ფიქრებს, აზრებს, უძლურებას და გადავლენ იმ ხაზზე, რომელიც არის ბედნიერების და სიხარულის. ამ გადაცემას სიყვარულის მატარებლები ქვია. ყველა თქვენგანში არის აი ზუსტად ყველა თქვენგანი ატარებთ სიყვარულს. მე მინდა დაიწყოთ თქვენ, ამუშაოთ თქვენი რესურსი, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ თავათაც თქვენთვის გარემო, ახალგაზრდებს შევქმნათ გარემო, მოვეფეროთ და ამდენი სუიციდი, ამდენი ინცესტი, ამდენი ბილწიტყვაობა და კანონს მივხედოთ სხვანაირად, რომ აუცილებლად უნდა ავკრძალოთ ის, რაც ასე გავრცელებადია. პირველად იყო სიტყვა და ამიტომ ამ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ ხედავთ რომ ბილწი სიტყვა მრავლდება და თუ ხედავთ რომ ბრაზი, ჩხუბი, დაბღვერა, ცუდი ურთიერთობები მრავლდება, ეს არ არის კარგი და ეს არ არის სასარგებლო. მე ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე გახლავართ, ეს ჩემი საავტორო გადაცემა, ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძის საავტორო გადაცემა, მადლობა ტელეკომპანია TV, ანუ ქართული TV-ს დირექციას, რომ გვაძლევს საშუალებას მოგეფეროთ და მე ნამდვილად მჯერა თქვენი, რომ ყველაფერი გამოგივათ. მოემზადეთ, დაიწყეთ, დაწერეთ, არასასურველები დააგროვეთ, დაწვით, მოიცილეთ, ანუ ფურცელზე დააგროვეთ, დაწერეთ, ხოლო ჩამოთვალეთ, რა გაქვთ და რა გჭირდებათ. ყველაფერი კეთილად აგისრულდებათ. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და შეგიძლიათ დამირეკოთ ტელეფონზე 555-727-27-67 597-17-33-27. გემშვიდობებით, დროებით.